ეს თბილისი არის. ვინმე თუ ახლა გადმორთეთ და კადრებს უყურებდით და ვერ მიხვდით რა ადგილი არის, ეს არ არის ან უცხოეთის ქუჩები, ეს არის თბილისი. ძალიან სახასიათოა, რომ ვიღაცა ტიპი დგას, ქართულად ვერ ლაპარაკობს და მანქანას არ უშვებს სადღაც. არც პოლიციელია, არავინ არ ეკითხება სინამდვილეში მაგ ტიპს, არც ტრანსპორტის მოძრაობას, არც ვაფშე არაფერს არ ეკითხება მაგ ტიპს არავინ, ხო? მაგრამ არეგულირებს ძმაო უკვე იქ. ვიღაცამ ხო დააყენა. მაგათმა დააყენეს კაცო. ანუ მაგა თვითონ ხო არ და ეხლა ეს ვიღაცა თვითონ ხო არ ჩაიცვალა, მოდი მე აქ რეგულაცია საჭირო და თვითონ ჩათვალეს საჭირო, ჯერ კიდე ისე თხოვნით რეჟიმში იყო, იმიტომ რომ ჯერ არ არიან დარწმუნებულები საკუთარ შესაძლებლობებში ბოლომდე. ჯერ 1-2-3 წელი კიდე ჭირდება. ქართულმა ოცნებამ თავრობის გინება აკრძალა. ამიტომ დიდი მადლობა ქართულო ოცნებავ, აი ამ რეალობის დაყენებისთვის, აი არ ვიცი, კანონით ერთადერთი ტექსტი რაც დაშვებულია აწი, დიდი მადლობა ამ რეალობის დაყენებისთვის. მე რა ვიცი, სხვა რამე არის კიდე